ამ ეპიზოდში თქვენ ნახავთ მივდივართ გვიან გაზაფხულის საუკეთესო overlanding მიმართულებაზე. უგზობით ვცდილობთ ავიდეთ კახისის ტბაზე. წინა ეპიზოდის შემდეგ ახალი სტატისტიკით 3%-მა გამოგვიწერა. დარჩენის 79%-ს ისევ ეზარება. გერმანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ YouTube-ზე გამოწერის ღილაკის დაჭერით ეხმარებით თქვენთვის საყვარელ არხს. გზად საოცარ სანახაობას გადავაწყდით. ცოტა სტალახშიც ვერთობით. ვიპოვნით ყველაზე ლამას საბანაკე ადგილს. ვცდილობ FPV დრონით ტბაში ჩავყვინთო. ირაკლი ტექნოლოგიის მამა. დრელის მეშვეობით ვწვავთ ქათამს ცეცხლის არზე. უგზობით მივდივართ წეროს და ლევიტანას ტბებზე. ვიპოვეთ ყველაზე ზღაპრული ტყე საქართველოში. ეპიზოდს ვიწყებთ. ჩვენ მივდივართ კახისის ტბაზე და რა თქმა უნდა მიზანი overlanding-ია. ვაპირებთ რომ გავშალოთ ბანაკი, დავისვენოთ, მომამზადოთ საკვები და ხვალ უკვე გადავალთ, ნახავთ გარშემო ტბებს და მერე უკვე ლევიტანას ტბაზე ვაპირებთ წასვლას. ესე იგი საბურავებს უშვებთ, ახალი მეთოდი აქვს, ფიქრიას. ვალა. აბა. ფიქრს ჩაქაყენებ, რამდენ ბარზე გნებოთ? დაატრიალ და დატოვე. ო, იცვლება კი. ჩვენი მარშრუტი სოფელი ჭობისხევიდან იწყება. სოფლიდან კახისის ტბის მიმართულებით ადის ორი გზა. ორივე გზა საკმაოდ გაფუჭებულია და საჭიროებს მაღალი გამოვლობის მანქანას. უკეთესი გზა ადის უღელტეხილით და არის ქვიანი მომენტებში კლდიანი წყლისგან გაფუჭებული გზები. განსაკუთრებული სირთულე არ არის, მაგრამ რეკომენდირებულია მაღალი მანქანა. ამ ორი გზიდან მართალია ერთ-ერთი უკეთესია და შესაძლებელია პატარა მანქანით დასვლაც, მაგრამ ამას ნამდვილად ვერ გირჩევთ. შეუდექით აღმართს. ირაკლი რა თქმა უნდა თავისი ლეგენდარული Land Rover Discovery 1-ით არის. ჩვენ კი ჩვენი Toyota Tacoma-ით. ეს გზები ამ მანქანებისთვის მარტივი დასაძლებელია. საჭიროა უბრალოდ სწორი მართვა, რაც გულისხმობს იმას, რომ ესეთ გზებზე უნდა ჩავრთოთ დადაბლება, ეგრეთ წოდებული რაზატკა. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ დავიცვათ გადაცემათა კოლოფი გადახურებისგან და ზედმეტი დატვირთვისგან. არ არსებობს ავტომოყვარული, რომელიც დიდ სიამოვნებას არ მიიღებდა ამ გზებზე მანქანის მართვით. სიმწვანეში, ბუნებაში, დიდ უღელტეხილზე მიმავალი კარგად მომზადებული მანქანა. პირადად ჩემთვის ეს იყო ყოველთვის ოცნება და ეს ოცნება ამ წუთებში ხდებოდა. ცოტა ამინდი გვერევა ისე. აი ეს გადავაგორებ და ხვალ უკეთესი ამინდიაო. რავი. ამინდი რა უნდა შეგვაშინოს ოთახიც მაგ წამოღებული. იმაზე იფიქრე რომ -12 გრადუსი გავცელი. მე არ მაწუხებს უამინდო. დიდი აღმართის დაძლევის შემდეგ გამოჩნდა ულამაზესი დაბაძველი. ჩვენ გაგვიმართლა და ისეთი ვნახეთ, როგორიც არასდროს მინახავს. გარშემო ყვითელი ყვავილები, ძველი ხის სახლები, თავისუფლად მორბენალი ცხენები. ერთი წამით ყველას გვეგონა, რომ ზღაპარში მოხვდით.
დაბრძოლში გზა საკმაოდ გაფუჭებულია. წვიმიან ამინჩი კარგი საბურავის და კარგად მომზადებული ჯიპის გარეშე ეს გზა გაუვალი გახდება. ამიტომ თუ მაინც გადაწყვეტთ აქ წამოსვლას არც ისე შესაბამისი მანქანით, აუცილებლად ჩახედეთ ამინდის პროგნოზს. გზად შეხვდა წმინდა გიორგის ეკლესია და ჩიტოს ტბაც. განსაკუთრებით წლის ამ პერიოდში ეს ყველაფერი ძალიან მწვანე და შთამბეჭდავია. გზის ჩასვლისას მთელი ეს ფერები ამოიწია და კონტრასტული გახდა. გულწრფელად, ნამდვილად ზღაპრულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ჩვენი დანიშნულების ადგილი უკვე ძალიან ახლოს იყო. ამიტომ გავაგრძელეთ გზა, გავიარეთ ტალახით, ცოტა გავერთეთ კიდეც, გავიარეთ დიაგონალებიც, დიდი გუბეებით და მივედით ერთ-ერთ ყველაზე ზღაპრულ საბანაკე ადგილზე. ვისაც ოვერლენდინგი უყვარს, დამეთანხმება, რომ ისეთი ლანდშაფტი, როგორც ამ მხარეში არის იდეალური სამოგზაუროდ. გულისხმობ ნაძვნაში, ტბის პირას, სიმწონეში დაბანაკება არის ყველას ოცნება და ჩემი აზრით საუკეთესოა ოვერლენდინგისთვის. ეს კახისის ტბა არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და გამორჩეული ტბა საქართველოში და დღეს ჩვენ აქ ვაპირებთ ღამის გათენებას. Although we might disagree, if most our lives are lived in black. იდეალური საკემპინგი ადგილი ვიპოვეთ. ესეთი კარგი ადგილი საკემპინგეთ არის ძალიან იშვიათობა. ტბა არის იდეალური, სიწყნარია, არავინ არ არის ჩვენ გარდა. აშკარად ნავის ჩასაყენებელი არის და თევზი იქნება ძალიან ბევრი. Wabanawe.
ირო ხელთაქვანები წამოიღე. ახე ირაკლიმ რაწყო. მაგია ρε, კუჭიზე მონავარ ბიჭო. არის დააყარეთ. ყველაფერი აქვს აბსოლუტურად უგემრიელესად არის შეზავებული. ტექნოლოგია. აიცა? სიჩქარეს ვარეგულინე, ძმაო. იაკატა დუკატა იაკატა. აუ ბიჭო, თანი მუსიკა უნდა რა. რას არ ნახავს კაცი ჩვენ overlanding-ზე? ირაკლი მააწყო რაღაცა ტექნოლოგია და ქათამი შეზავებული აჯიკით და მთელი ამბებით იწვება. აჰა, მირიან კადრი მოგეცი. აჰა. ისე არ გაკეთო მირიან რომ ჩამოვარდეს. მიდი ფიქრე. ამა მიღედანით. ოპა. აი ამას. დატრია. მოი. ბიჭო. ძალიან ეს დრელი უფრო შემიყვარდა. ბარკალი ჩასერება. ოპა. ნახე წვენი გაზდის. წვენი გაზ. მოვიდა. ბედნიერი მომენტი. ეს არის? ოპა. ხორცლებში რაღაცები შემოტანა იცი. ხო, სხვარი რო შემოყვა, ფეხზე დამდგარი. მობზარდი. არ არის პრობლემა. აი მე ბიჭო. ანი. ყველა მგავს ინჯეთ, იცი? უთხარი ყველამ გავშვაძინე. მე მგონია რომ დაჭრას ტყუილად ცდილობ. ეხლა და ნავაგლიჯოთ ხელით. ხელით მოკიდა და დავაი მე. სწავლია. აი რე. ეს. ჰა. ეს ის ბედნიერი მომენტია, როცა კადრი ითიშება და მე ტანსაცმელს გავიხდი რომ ლამაზად დავჭდი. ბედნიერებაში ვართ. ახისის ტბაზე. ოჩახ ირაკლის. ეს ირაკლის შემოქმედება. გასინჯული გვაქვს უკვე ასე რომ. მე თუ არ მიწერთ ირაკლის ხათრით მაინც გამოგვიწერეთ. კაცმა რეები იწვალა ნახეთ. დღის დასასრული. თვარიანი ღამე გვაქვს. ხალხმა დაიძინა უკვე, ჩვენც ვიძინებთ და ველოდებით შემდეგ დღეს. სამოსვლისას ადგომის წესი კვლავ ძალაშია და არის აი საოცრება. ხმები ესმით. ყველას წინავს ვიფრინე დროინთაც და აი საოცრად ლამაზი აი. ისი ლამაზი ნახეთ რა. დიდით იყო საოცარი ანარეკი. საოცარი. იმზეც ამოიწერა.
გაიღვიძა ხალხმა. დილით უფრო ლამაზი იყო, მაგრამ ამათ არ უნახავთ. და ღრუბელიც მოგვეპარა. ეხა ამების ალაგება და წასვლა შემდეგ ტბაზე. ეხლა კახისის ტბამდე ერთი პატარა ტბა არის. კახისის ტბა ვნახეთ, ეხლა ავდივართ. კიდე ერთი უნდა ვნახოთ წეროს ტბა და მერე უკვე დავეშვებით. ცოტა ტალახიანი გზა არის და კიდევ ერთხელ ცოტა მაღალი გამოვლობის მანქანა არის საჭირო. ანტვისკენ უფრო ცუდი არის გზა. ალბათ ეხლა ცოტა სველი არის და ვიბუქსავეთ, მაგრამ არც ისე იმდენად სველი არის, რომ რამე, მაგრამ ალბათ იმაში აქეთ კარგად მომზადებული მანქანით თუ წამოხვალთ ისე და ის არის ძალიან გრუნტიანი გზა არის აზელილი ტალახით სიცეც კარგი დიდი არის რომ მოცულობთ და ასე რომ ოპა აქ რო ლაშქრობი დავდიოდი, არაფერი არ იყოს, საერთოდ არაფერი არ არის. მირიან, გახსავს აჭარაში რო ტბა იყო. თელი 9 ჯერ რომ მივბრუნდი საწებდო. ისჯობდა ამას ხო თუჯარი. Small town in a little oasis where my big dreams were gonna take me places. I would make bets with the rising sun and tell him all I'd done. Late night walks in the Lindbergh Park, and sometimes I kiss a girl even after dark. And I never had to shout, 'cause I could hear my thoughts out loud. I just wanna make you proud. And Little Falls, you're a small town, honey, rich in love but not in money. Even if I change my tempo, not gonna let go of everything you meant to me. And Little Falls, you will stay my home. And if I move on when I am full grown, I will still make bets with the rising sun, like I did when I was young.
Not all my memories are good though. დაბაძველი ნასოფლარია საქართველოში, ისტორიულ თორში. არსებობს პატარა და დიდი დაბაძველი. ორივე ძალიან ლამაზია და სამწუხაროა, რომ ყურადღებას არ აქცევენ. ეს სოფლები ზღვის დონიდან 1752 მეტრზეა და იდეალურია როგორც ტურიზმის განვითარებისთვის, ასევე საზაფხულო იალაღებისთვის. Rich in love but not in money even if I change my ჩვენ ტოვებ დაბაძველს და ჩვენი გზა ლევიტანას ტბისკენ გრძელდება. And little falls you will stay my home and if I move on when I am full grown I still make bets with the rising sun like I did when I was young. ესე იგი, ჩამოვედით უგზოობაზე, მე ტრასით გამოვედით ლევიტანას ტბის მიმართულებით მივდივართ. არ ვიცით, ზემოთ ინტერნეტი არ იჭერდა და ცოტა მომზადებლად წამოვედით, შეიძლება ზემოდანაც გადასასვლელი. უფრო არ იყო, იმიტომ რომ ძალიან ცუდი გზა იქნებოდა თუ იქნებოდა საერთოდ. ამიტომ ჩამოვედით, გამოვიარეთ გორი და ეხლა შემოვედით ატენის ხეობაში. აქედან ვაპირებთ, რომ ავიდეთ და ვნახოთ ლევიტანას ტბა. უკვე 5 საათი არის და ცოტა ვჩქარობთ, რომ დღის კერძიც ხოლმე მომზადდეს და თან ტბაც ვნახოთ და მე უკვე დავბრუნდეთ თბილისში. წინ ირაკლი არის, ცოტა დავიღალეთ, ისეთი გზობა იყო იქ. წეროს ტბის მიმართულებით განსაკუთრებით ცუდი გზა იყო. და ნუ ისეთი გაუვალი არ არის ზოგადად, მაგრამ ძალიან ქვიანი გზა არის და ძალიან ნელა გიწევს სიარული. ასე რომ ეხლა ლევიტანას ტბა და მერე კერძის მომზადება. ნახოთ დღეს რა იქნება. გასტრო რუბრიკა. გეგმა გვაქვს მარტივად. ძალიან დიდი ხანია შამპურზე მწვადი არ შეგვიწვავს. ნუ ვოკიც მაქვს, მაგრამ ეხლა გადავწყვეტეთ, რომ შამპური არ დავივიწყოთ, ნამდვილად ქართულად და ჩაოლებრივი მწვადი გვექნება საღამოს. ნეკნი გვაქვს ღორის და შამპურზე შევცვათ. ლევიტანას ტბა რუკაზე არ არის დატანილი. სადამდეც მოგიყვანთ, იქიდან დაახლოებით 10 წუთის გზა არის, გრუნტიანი გზა. ჩვენ გვაღამდება ეხლა და ძალიან ლამაზ ხეობაში, ძალიან ჩქარა მივდივართ, ვერ ნახულობთ ყველაფერს, მაგრამ ძალიან ლამაზი არის, მწვანეში ჩაფლულია ყველაფერი და მოგწონს. ამიტომ ერთხელ კიდე დავბრუნდებით აქ, რომ ერთი ოვერლენდინგი აქაც მოვაწყოთ. ეხლა მთავრია, რომ ავიდეთ, სანამ ზე ჩაგვასწრებს. ბიჭო, ტბა არ არის, უფრო ტბუკა არის, ბაყაყთან ავსაყუდელი, მაგრამ აგენ დინარია ჯიმი რაღაცა აგენ. ძალიან ლამაზი ტყე არის ზემოთ. ლევიტანას ტბაზეც მოვედით. თვითონ ტბა ძალიან დაჭაობებული არის. შეიძლება ადრე გაზაფხულზე უფრო ლამაზი იყოს, მაგრამ გარემო არის ძალიან ლამაზი და აი ზემოთ ტყე არის. ულამაზესი ესეთი ტყე არის ძალიან იშვიათობა საქართველოში რომ ნახო არის ალბათ კავკასიური სოჭია თუ არ ვწდები. სიწყნარია, სიმწვანეა, ჩვენს გარდა არავინ არ არის და დროინდა დავინახეთ წესით ჯავახეთის გზა არის, რომელიც ტაბაწყურზე ადის წალკიდან. აი ესეთი ძალიან ზღაპრული ქვეყანა გვაქვს, პატარა, აი ისეთი პატარა არის რომ დრონიდან შეიძლება დაინახო ერთი რეგიონი და მეორე რეგიონი, ძალიან პატარა, მაგრამ ძალიან მრავალფეროვანი. ეხლა ცეცხლი ავანთეთ ნამდვილი ტრადიციული წვადით შეიწვება და მე უკვე წავალთ თბილისისკენ. გზა შედარებით ხრეშიანი არის, ბევრად უკეთესი არის ვიდრე კახეთის ტბაზე, მაგრამ ალბათ რეკომენდირებული აქაც არის მაღალი გამავლობის მანქანა. ალბათ დაბალი მანქანებით სივლიან, მაგრამ დააზიანებთ. არ არის ძალიან დიდი მანძილი სოფლიდან ამოსასვლელი, ალბათ 15-20 წუთის გზა არის. წყნარად თუ ამოხვალთ, იდეალური ამოსასვლელი არის, საკემპინგეთად ძალიან კარგი არის. კარგი 2 დღე გამოგვივიდა, 4 ტბა ვნახეთ საბოლოო ჯამში და ამ პერიოდში სამოგზაუროთ წამოსვლა არის იდეალური გადაწყვეტილება. არის სულ ყვავილებში, სულ სიმწვანეში, ვერ რაღაცები ვერ მოვასაით რომ გადაგვიღო, იმიტომ რომ ჩქარობდით. ალბათ რეკომენდირებული ამ მარშრუტზე 3 დღე იქნება, რომ კარგად დაათვალიეროთ, მაგრამ არის ულამაზესი. აი, საოცარი ქვეყანა გვაქვს და მინდა რომ ყველა ადამიანში იმ დონემდე მივიდეს ეს ამბავი, რომ მოუვაროთ, არ დავყაროთ ნაგავი, ხა გარშემო ყრია უკვე ნაგავი. მინდა რომ ყველა ადამიანამდე მივიდეს ის მომენტი, რომ ძალიან გვიყვარდეს და მოუვაროთ, საქმით გვიყვარდეს.
მოუაროთ ერთმანეთს პატივი უცეთ და აი იდეალურ ქვეყანაში ვიცხოვრობ. ისე ხა ესე გამომდის ჩვენი მშობლების თაობა რო ამბობდა ხოლმე, მაგრამ მე ვარ ადამიანი, ვისაც მართლა მთელი საქართველოს აქვს მოვლილი ფეხითაც, მანქანითაც და ბევრად გიზე ძალიან ბევრჯერ ვარ მისული. მათ შორის მოვლილი მაქვს სხვა ბევრი ქვეყანაც. სადღაც შეიძლება უფრო დიდი ჩანჩქერი არის, სადღაც შეიძლება უფრო დიდი მთარი, მაგრამ ესეთი მრავალფეროვნება და ესეთი ველური ბუნება არის ძალიან იშვიათობა და დასაფასებელი, ანუ ევროპაში აფასებენ ველურ ბუნებას, იმიტომ რომ ყველგან არის ძირითადად მისული გზაც და რაღაც მოწესრიგებული. ეს ცუდი არ არის, მაგრამ ველური ბუნება, აი როგორიც ეს არის ახლა გარშემო, არის ძალიან იშვიათობა. ხო და ძალიან გულით მინდა რომ ამ ჩვენ ქვეყანას ვაფასებდეთ, ვუვლიდეთ საქმით, ოღონდ არა რაღაცა სადღეგრძელოთი, ვუვლიდეთ, ვაფასებდეთ და ერთმანეთს პატივს ვცემდეთ. ეს არის სამი რაღაცა, რაც შექმნის ძალიან მაგარ სახელმწიფო და ქვეყანად. ეხა ის დრო არის რომ წავიდე და მივეხმარო ირაკლის იქ საქმიანობს. დღეს ეს ეპიზოდი აქ სრულდება. იმედია მოგეწონათ. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ და შემდეგ ეპიზოდამდე